ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან. თავისუფლება მზეა ამაღლებელს ამ მოთხოვნით მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ და ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. მზეა ამაღლებელის გათავისუფლების გარდა ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხალხისთვის დაბრუნებას და პირდაპირ ეთერს ითხოვენ. რა ხდება ამ წუთებში საზოგადოებრივ მაუწყებელთან ნინო გაზდელიანი გვერდდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით თავისუფლება მზეას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, ეს არის მთავარი მოწოდებები აქ შეკრებილი ადამიანების, მოქალაქეების და ასევე მე ხა მოგასმენინებთ განცხადებას, რომელსაც გააკეთებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი. მე ვიტყვი, რომ ის შესული იყო იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მიეწინა ხმა მენეჯმენტისთვის, იმისათვის, რომ აქ შეკრებილი ხალხი ითხოვს საზოგადოებრივი მაუწყებელში ეთერს, თუმცა რა პასუხი აქვს მენეჯმენტს, ახლა ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ. რა პასუხი მიიღეთ? თქვენ გასაცდ თუ აქ უნდა ვთქვა. აქ თქვიდა ყველა გაიგო. გესმით ახლა ჩემი ხმა? დაი ახლა მაქსიმალურად. კარგით, მეგობრებო, მოკლედ ჩვენ გესმით ჩემი ხმა ახლა? მოკლედ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რეალურად ქვეშუამდგომლა ჩვენს კოლეგებთან ავედით მოამბეში, ველაპარაკეთ ეხლა მოამბის პროდიუსერს, რომელიც ადასტურებს, რომ ამ წუთას ეთერში მიმდინარე ეთერზე და ყველაფერზე, რაც ამ ეთერში მოხდება, პასუხისმგებელი არის თვითონ. და ჩემი კოლეგები არ მომცემენ უფლებას, რომ თუ რამე შემეშლება ან დამავიწყდება, გამახსენებენ. ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ თუნდაც 10 წუთით მისცეს საშუალება ჩვენს კოლეგებს, რომ გააჟღერონ თავისი ხმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით. რაზეც იყო პასუხი, რომ დღეს ეს არ არის შესაძლებელი. ერთი წუთით, მაგრამ ჩვენ მივიღეთ თანხმობა მოამბის პროდიუსერისგან, რომ თუ ხვალ დაუკავშირდებით მას შუა დღეს, შესაძლებელია შედგეს მოლაპარაკება პირდაპირ ეთერის დათმობის შესახებ. მეზეც არ არის არანაირი გარანტია. ის თქვენ გიპასუხებთ, მაგრამ არ გვაქვს არანაირი ამ შემთხვევაში ხა ვერ ვიტყვით, რომ დაზუსტებით არ შეგვიძლია გითხრათ, რომ თქვენ შეძლებთ ხვალ პირდაპირ ეთერში ან ჩარტვის სახით პირდაპირ ეთერში მოხვედრას. მე მიწერა ზაში. ასევე თხოვეს გადმომეცა, რომ რადგან ჩვენ ვუთხარით, რომ რამდენჯერმე ვცადეთ ჩვენს და თქვენს მასთან დაკავშირება, თხოვეს გადმომეცა, რომ თუ კი ტელეფონს ვერ პასუხობთ, იმიტომ რომ შეიძლება იყოს ეთერზე, შეგიძლიათ მისწეროთ. მადლობა. მადლობა თამარ, მადლობა დიდი ჩვენს კოლეგას მაცემობისთვის. ამ შემთხვევაში ეს გზავნილი გააჩნოს საზოგადოებრივ ხადია ჩვენ ვეცდებით ამ ჩასის გამოყენებას და ურეკავთ ხვალ სუატრისას ფილიპოს და ურეკავთ მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ რა შედეგით გამოვიდა ჟურნალისტი რომ თუ არა შესაძლებელი ანუ პირობა გვაქვს შეიძლება ტელეფონზე ვიპასუხებთ და არა მხოლოდ მედიის წარმომადგენლები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც არიან ის ადამიანები რომლებიც იქნის ყოველდღე უერთდებიან საპროტესტო აქციებს უბრალოდ ჩვენი გუნდის სახელით გვინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ჩვენ ვითხოვთ მზეა ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ვართ მისი სოლიდარული და ჩვენთვის მზეა ამაღლობელის აი ამ გისოზებს მიღმა დანახვა ნიშნავს, რომ ჩვენ ვხედავთ თავისუფალი მედიას პატიმრობაში. და ვიბრძოლებთ მზეას გათავისუფლება, მზეა ამაღლობელის ნეტგაზეთში გათავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რეჟიმის სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად და ასევე ერთი გზავნილი მედიასთან ომს ვერ მოიგებთ. აი აქ არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი აქ შეკრებილი ხალხის და მე ვთხოვ შეფასებებს ზურა თუ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში ვართ, რომ შევაფასოთ ეს მიმდინარე პროცესები. თქვენ ასევე ესწრებოდით იმ პროცესს, სადაც
აღკვეთის ღონისძიების სახით შეუხარდეს მზია ამაღლობელს პატიმრობა, რა პროცესები მიმდინარეობს, არის თუ არა ეს დამოუკიდებელ თავისუფალ კრიტიკულ მედიაზე შეტევა მზია ამაღლობელის სახით, რომელსაც სიცხლის სამართლებრივი დევნა არის. გუშინ მე ჩემს მეგობრებთან, ჩემს კოლეგებთან ერთად ვესწრებოდი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს გუშინ წინ. ეს ყველაფერი იყო სასამართლო პროცესის გარდა, ეს იყო სრული ფარსი, აბსურდი, იმიტომ რომ მოსამართლე შემოვიდა დაწერილი თაბახის ფურცელით, რომელიც სასამართლო პროცესში ჩააბულბულა და ახსნა თუ რატომ აპატიმრებდა მზიას და ეს ახსნა ეფუძნებოდა რაღაც აბსტრაქტულ მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტი ქალი მოახდენდა გავლენას პოლიციელ მოწმეებზე, თავს დაესხმოდა იგი პოლიციის უფროს, გაანადგურებდა მტკიცებულებებს, რომელიც არის ვიდეო, რომელიც საციციათაც ატრიალებენ, აი ამ საბაბით გაუშვა მან ციხეში მზია ამაღლობელი, ეს არის უბრალოდ თავისუფალი სიტყვის დასჯა, დაპატიმრება, ეს არის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი აქტი, ეს არის დიქტატურისკენ, ჩვენ უკვე დიქტატურაში ვართ, აი რომ ამბობდნენ ხოლმე რომ დაგცინოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ აბა გავიღვიძეთ ჩელიაბინსკში, კი გავიღვიძეთ, ეს იმას ანიშნავს, რომ გეოგრაფიულად გადავინაცვლეთ ჩრდილოეთში, ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრობთ რუსული წესებით უკვე ამ წუთას და ამას არ შევეგუებით. ძალიან დიდი მადლობა. მე სხვა მედიის სხვა წარმომადგენლებსაც გავესაუბრები, ნინო ზურიაშვილს ხედავ, აქ ნინო რო შევაფასოთ, აი რა პროცესებს ხედავთ ახლა, რა ხელისუფლებამ რუსული კანონიდან დაიწყო ჩვენი დევნა, ჩვენი მოსპობა, განადგურება. მე უბრალოდ ვერ ეღირსება ამას, ეს გრძელდება ხან რუსული კანონით, ხან მზია ამაღლობელის დაჭერით და კიდევ უამრავ სიურპრიზს შემოგთავაზებენ და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მანამდე სანამ ესენი არ გადაშენდებიან. აი ეს არის ერთადერთი გზა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა მეთოდით, იმიტომ რომ არ გვიტოვებენ შანსს. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ ნიუსრუმებში და სტუდიებში, მაგრამ არ გვაცდიან უბრალოდ და იზოლებული ვართ ვიდგეთ აქციებზე და დავიცვათ საკუთარი მეგობრები, ამოარჩიეს ყველაზე სინდისის, აი ქართული მედიის სინდისი, რასაც ქვია ბათუმელების მართლა დამფუძნებელი და პატრონი და მე პატრონე. ამოარჩიეს ადამიანი, რომელიც არის სტანდარტებით, ეთიკით, სიღრმით, ყველა ჟურნალისტური პარამეტრით საუკეთესო მედიის საუკეთესო ხელმძღვანელი და აი იმ ადამიანს უშვებენ როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეს და რისი გულისთვის ყველა ვნახა რომ თავდასხმა რა არის პოლიციელზე რა ვიცი ხა ქართველები აღარა ვართ აღარ იციან ვეღარ გაიგეს ეს არის შურისძიება მეტი არაფერი შურისძიება ქართულ მედიაზე ნინო ზურიაშვილს და ხატია ჯინჯხაძეც ხო შეაფასოს ეს მოვლენები და მიმდინარე პროცესები ხატია რა ხდება ეხლა არის თუ არა ეს დამოუკიდებელ თავისუფალ მედიაზე შეტევა თქვენ როგორ შეაფასებთ შეტევა არა ეს არის მართლა შურისძიება როგორც ნინო ზურიაშვილმა თქვა სრულიად ვეთანხმები ამაში იმიტომ რომ ზვიად ქორიძემ თქვა ადრე რომ მზია ამაღლობელს გაუსწორდნენ იმიტომ რომ ის არის მზია ამაღლობელი მართლა ასეა და იმიტომ რომ ბათუმელები არის ბათუმელები. ჩვენ ვიცით რა არის ბათუმელები, ჩვენ ვიცით ბათუმელების ფასი მისმა მკითხველებმა და ბათუმელების გუნდიც მინდა ვთქვა, რომ დღეს არის საფრთხეში, იმიტომ რომ იცით რომ ოპერატორი გურამ ურვანიძე ასევე სრულიად იმის გამო, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ იყო ბათუმელების გუნდის წევრი, დააკავეს და 8 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ხვალ ვის დააკავებენ ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ არის რაღაც განზრახვები შესაძლოა ეთერ თურაძის მიმართ. ჩვენი ვალია რომ ეს ადამიანები დღეს დავიცვათ, გვერდში დაუდგეთ მათ როგორც განსახიარებას ქართული დამოუკიდებელი მედიისა. დიდი მადლობა და მამკაც როგორ შეაფასებთ ეს მედიალური პატიმრობის პროცესის ხელმძღვანელი ამ მიმდინარე პროცესს აი შურისძიება ეს არის
რეჟიმის მიზანმიმართული ქმედება გამორჩეული ადამიანების, გამორჩეული სტუდენტის, ახალგაზრდების, ნათელგონების ხალხის, პატრიოტის, დემოკრატიის მათზე პროვოკაციული ქმედებები, რათა აი ისაც რეალურად ეს ქვეყანაში ხდება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არის საერთო ეროვნული მოძრაობა ქვეყნის გადასარჩენად, ქვეყნის დასაბრუნებლად. რომ ეს ადამიანები გამოარჩიოს სამაგალითოდ პროვოკაციულად მოახდინოს, მაგრამ ეს რასაც აკეთებენ, პირიქით აძლიერებს, როგორც აძლიერებს ქალბატონ მზიას, ასევე ყველა სხვა პოლიტპარტიას. ამიტომ ხვალ ვიკრიბებით, ბევრი აქცია ტარდება, მაგრამ მათ შორის ტარდება 2 საათზე რუსთავის ქალთა კოლონიასთან, რომ სოლიდარობა გამოუცხადოთ ქალბატონ მზიას. კიდევ ერთხელ მოვითხოვოთ და შევახსენოთ, რომ ჩვენ არ ვიღლებით, რომ თავისუფლება მზიას, თავისუფლება ყველა პოლიტპარტიას. ძალიან დიდი მადლობა და ზვიად ქორიძეს ვხედავ აქ კიდევ, რომელზეც ასევე განხორციელდა გუშინ თავდასხმა, აუცილებლად უნდა შევაფასებინოთ მასაც. უკაცრავად, ზვიად თქვენ ესწრებოდით მზია ამაღლობელის პროცესს და რაოდენობით ნაცნობობის ფონზე, რაც მე თქვენ გიცნობთ, ესეთი გაბრაზებული, ასეთი ემოციური მართლა არ მახსოვხართ. აი აქედან გამომდინარე, ალბათ ძალიან ბევრი რომელიც იყო გაგრძელება პრაქტიკულად. ალბათ ძალიან ბევრი კი არა და ასეთი მნიშვნელობის, ასეთი ჟღერადობის, ასეთი ნიშნულობის საქმე საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში მე ბევრი არ მახსენდება. რა თქმა უნდა, იყო ბევრი საქმე, ბევრი უსამართლობა, რომელსაც ჩადიოდა ხელისუფლება ცალკეული ადამიანების მიმართ, მაგრამ აი ეს, რომელიც აქცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაგეგმა თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი მედიის, თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ, თავისუფალი ნების წინააღმდეგ არის აი ყოვლად წარმოუდგენელი, აი ისეთი ადამიანის ფანტაზიაც რო ვერ გაწვდება. ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და თან მეორე მხრივ აჯერებს საზოგადოებას თავისი პროპაგანდისტებით, რომ ეს აბარა დასასჯელის აქციელია. მერე გამოდის აქ რაღაც ბიძინა ივანიშვილის შნირები და ლაპარაკობენ იმაზე, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი არის თურმე მზია ამაღლობელი ყოფილა პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურა და არანაირად ჟურნალისტი და მედია გამომცემელი ის არ ყოფილა და ვინ ლაპარაკობს ამას? აბსოლუტურად უსახური ფიგურები ბიძინა ივანიშვილის დიქტატორულ ვერტიკალში, ხო? ვინ არის? ან ირაკლი კობახიძე ვინ არის? ან შალვა პაპუაშვილი ვინ არის? შალვა პაპუაშვილი, რომელსაც პირდაპირ უთხრა, ხო, ეთერთურაძე, ეს ხო ყველას გვახსოვს, რომ ვერც ასლან აბაშიძე, ვერც ედუარდ შევარდნაძე, ვერც მიხეილ სააკაშვილმა და ყველა ესენი ეწეოდნენ დევნას, ბათუმელების, მზიას, ეთერისი, ყველანი, მაგრამ ვერცეთმა ვერ გამოგვიყვანა ჩვენო ჟურნალისტური სტანდარტების სივრციდანო. თქვენ ეს შეძელითო და აქტივისტებად გვაქციეთო, ხო? როდის ხდება აქტივისტი, ჟურნალისტი, ამაზე დავფიქრდეთ. როდის ხდება აქტივისტი მსახიობი, როდის ხდება აქტივისტი პოეტი, როცა ქვეყანაში დგება დიქტატურა. მაშინ ყველა აქტივისტები უნდა გავხდეთ და გახდა მზია აქტივისტი, გახდა ეთერთურაძე აქტივისტი. რა თქმა უნდა გახდება და ბათუმელები ძალიან ბევრ ტექსტს იტყვის ისეთ, რომელიც აქტივიზმით იქნება გაჯერებული, იმიტომ რომ ჩვენს პირისპირ არ არის დემოკრატიული მმართველობის წესი, რომელსაც შეიძლება რაღაცა გადაცდომა მოუვიდა. არა. ჩვენს წინაშე არის დიქტატორული ვერტიკალი, რომლის თავზე ზის ბიძინა ივანიშვილი. და აუცილებლად უნდა კითხოთ იმ ინციდენტზეც, რომელიც მოხდა უკვე 2 დღის წინ ამ პროცესის შემდეგ, როდესაც თქვენზე განხორციელდა ასევე თავდასხმა. რამდენადაც ვიცით, არის ეს კადრები გადაღებული, თუმცა არ არის ხელმისაწვდომი. აი ამ ფაქტზეც რომ გითხრათ, ესეც იყო თუ მნიშვნელოვანია ერთი, რომ გამოძიება მოითხოვოს ეს კადრები, რომ აუცილებლად ის სისხლსამართლის საქმეში იყოს. და მეორე, რაც აუცილებელია და რისი უფლებაც აქვს კონკრეტულად ერთ მოქალაქეს ამ შემთხვევაში მე საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მე მაქვს უფლება მივიღო ის ვიდეო ჩანაწერები, რომელიც ჩემს პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და ეს თუ არის შერატონის ვიდეოკამერებში ასეთი ჩანაწერი იმ არქივში 2025 წლის 15 იანვრის ღამის 1 საათიდან 2
ნახევრამდე ჩანაწერი, ის ვალდებული არიან, რომ ეს ჩანაწერი მე მომცენ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი როგორც მოქალაქის უფლება. ერთსაც კითხავთ, აი ეს ინციდენტები, იგივე აბუ-დაბიშიც რაც მოხდა, მე ყოფილ პრემიერზეც თავდასხმა, თქვენზე თავდასხმა, არის თუ არა მანიშნებელი, რომ შიგნით გუნდშიც აქვთ გარკვეულწილად რაღაც უთანხმოება ან არაფერი უთანხმოება არ აქვთ. მე რასაც ვუყურებ, ეს არის კლასიკური მოდელი დიქტატურის მართვის, როდესაც შენ დიქტატურას აგებ ძალადობაზე. დიქტატურას დემოკრატიულ წესებზე ვერ ააგებ. გამორიცხულია დიქტატურას აგებ ძალადობაზე და რა თქმა უნდა მისცე უფლება ძალადობრივი ბანდიტური ჯგუფის შექმნისა დიმიტრი სამხარაძეს. უნდა მისცე, იმიტომ რომ თუ მას არ ექნება ამისი უფლება, ის ვერ ჩადგება შენ სამსახურში და შენთვის საჭირო საქმეს ვერ გააკეთებს. ეს უნდა მისცე ვიქტორ სანიკიძეს და ირაკლი ზარქუას. ასევე გელა სამხარაულს და ასევე გოჩაინუხიძეს. ისინი ჩვეულებრივი კლასიკური ბანდიტები არიან. უბრალოდ ეს ბანდიტები აღმოჩნდნენ აბუ-დაბიში ამ თავისი ბანდიტური ჯგუფის გარეშე და იმიტომ აღმოჩნდნენ ისეთ ვითარებაში იქ და იმიტომ მოიქცნენ ისე. თორემ რომ ყოფილიყვნენ ისინი ალბათ საქართველოს რომელიმე სასტუმროში, როგორც დიმიტრი სამხარაძე აღმოჩნდა ბათუმის შერატონში, ალბათ მოიქცეოდა თავისივე ბანდიტური ჯგუფის მეშვეობით და თვითონ იქნებოდა მხოლოდ მაგინებელი და იქნებოდა ბრძანების გამცემი. ძალიან დიდი მადლობა. საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია ამ დროისათვის დასრულებულია და ის ისე დასრულდა, რომ კონკრეტული პასუხი აქ შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომელთა უმეტესობას მედიის წარმომადგენლები შეადგენდნენ, ვერ მიიღეს კონკრეტული პასუხი, დაეთმობათ თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მათ ეთერი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გააჟღებონ მათი მოსაზრებები და მათი მთავარი მოწოდება, რაც და გზამნილი რაც იყო, ეს არის და მოთხოვნა თავისუფლება მზია ამაღლობელს და თავისუფლება რეჟიმის ყველა უკანონო პატიმარს და ტყვებს. დღეს როგორც ჩვენც გავიგეთ, ხვალ იგეგმება მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია რუსთავის კოლონიასთან და იქ კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ იქ მისული ადამიანები მას სოლიდარობას. რაც შეეხება ხა აქციას, ეს როგორც უკვე თქვი, პრაქტიკულად აქ დასრულებული არის და მოქალაქეებმა აქციის მონაწილეებმა მსროლობით უკვე გადაინაცვლეს პარლამენტისკენ.